თავად მასწავლებლებისთვის რა არის აი ყველაზე მძიმე იმ კანონის თქვა აი მუხლებში, რაც უკვე წაიკითხა ნიკამ და რაც მისი მოსაზრებით არის ძალიან არასწორი. აი თქვენ როგორც მასწავლებელს რა შეგიძლიათ ყველაზე მეტად ხელს? რა ვიცი, ჯერჯერობით რაც უნდა გამოიკვეთოს ალბათ. თქვენ ახსენეთ სახელმწიფო ბევრჯერ ცოტა მეცინება მე პირადად ამის ხსნებაზე, იმიტომ რომ ყველა კანონი იმისკენ მიდის. სახელმწიფო ეს მე ვარ, პრინციპი ყალიბდება და რაღაცა აბსოლუტისტური ხედვა ყალიბდება, რომელიც მართლა სახელმწიფოს მათყოფნად გულისხმობს და არა ჩემს როლს, როგორც მოქალაქის როლს, მაგალითად, თუნდაც საჯარო სკოლაში, ან ნებისმიერ საქმიანობას, რასაც ვეწევი იქ. ანუ რეალურად ფუნქცია მოქალაქის იკარგება. არა თუ მასწავლებლის და მასწავლებელი თქვენ აღნიშნეთ აქ საუბრისას, რომ მხოლოდ საგნის მასწავლებლობა ხომ არ არის მასწავლებლა. კი, ეგ გამოვდივართ, რეალურად მანდ მივდივართ, ჩვენ ინფორმაციის გადამცემები ხდებით. ყველანაირი ფუნქციური ხაზი გვეკარგება, რაც შეიძლება მასწავლებელმა მოსწავლეს ასწავლოს. და თვითონ კანონზე თუ ჩავყვებით, რაღაც ბევრი პრინციპი უნდა გამოვყოთ. ზოგადად ეს კანონი ძალიან ეშმაკურად და მზაკვრულად არის დაწერილი, იმიტომ რომ 5-ჯერ, 6-ჯერ რო წაიკითხოს ადამიანმა, ვერ გაიგებს რა უნდათ. ანუ სად არის კორუფციის წინააღმდეგ კანონი და რაში გამოიხატება ეს. მე მგონი სახელი შეეშალათ და მგონი სჯობს რომ რაღაცა რჩევა მივცეთ რომ გადააკეთონ ეს კანონის სახელი, იმიტომ რომ კორუფცია ამ პუნქტებში არსად არ არის ნახსენები, მით უმეტეს საჯარო სამსახურში, როცა მასწავლებელი, არასაჯარო არ ვითვლებით საჯარო პირებად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რადაც ვითვლებით, მასწავლებელს ეზღუდება უფლება, მაგალითად, ბევრჯერ ახსენეთ, რომ მე დამატებით საქმიანობა ვაწარმოო, რაც მინდა და ეს უფლება გადადის დირექტორის უფლებაზე, სურვილზე. მე გადავწყვიტე რომ მაგალითად ვიმუშაო, რა ვიცი, ჩავატარო ლექციები, ჩემი ორგანიზაცია შევქმნა, ჩემი პირადი, რომელიც ლექციებს ატარებს, საჯაროდ საზოგადოებას ემსახურება და დირექტორმა გადაწყვიტა, რომ აი იქ ლექციებს რასაც ატარებ, ეხა გაძლევ 1 წლის განმავლობაში უფლებას. ეს ხო ყოველწლიური ნებართვის აღება ეს რამდენად თუ არ მოეწონა დირექტორს, ან ჩვენ ხო ვიცით, რომ დირექტორების 80% არის პარტიული ნაწილში. მე არ ვაყენებ იმ დირექტორებს შეურაცხყოფას, ვინც მართლა ღირსეულად იცავენ ამ პოზიციას, თავისი კანონის ჩარჩოში ჯდებიან და ასრულებენ არიან, მაგრამ მე თავად ვიყავი დირექტორი და წარდგენილი და იმ სკოლაში არ წარმადგინე, სადაც მე თავად მინდოდა და მისი არასერტიფიცირებული დირექტორია დღემდე იმ სკოლაში. ეს ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რაიმე პროტესტი მაქვს და мотиваცია მქონდა. საერთოდ არ მქონდა, უბრალოდ აი ცადე. მე ვითამაშე პრინციპში დემოკრატიულობანა მაშინ და ახლაც იგივე ეს თამაში მოგვიწევს, ჩვენ ფუნქციურად დაგვეკარგება მოქალაქის იმიჯი, გახდება სულ სხვა რეალობა და პირდაპირ გეუბნებით ჩვენ რაც უფრო რადიკალურად გამოვკვეთთ ამ პოზიციას, რომ ეს სახელმწიფოს იდეა აღარ არის და სახელმწიფო იკარგება რეალურად. აქ ჩვენ სხვა მართლობის სტილზე გადავდივართ, რაც უკვე ყველაფერში აისახება. აქ გადავდივართ ფორმაზე, მიდგომებზე, თავისუფალი იდეა იკარგება, სურვილი მასწავლებლების, ეხლა 8 საათი, კაი 5 საათამდე ვიმუშავე და სკოლაში ვიყავი. კანონის ფარგლებში ჩავჯექი და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ნორმა მოვიხადე. და სკოლის დირექტორი მირეკავს, როგორც აღნიშნეს, მაგალითად საარჩევნო წელს, მე კრიტიკულად ვარ ამ ხელისუფლებისადმი, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისადმი განწყობილი და მეუბნება, რომ შენ ამ სამსახურში ვეღარ იმუშავებ. თუნდაც შევსებული მქონდეს ეს. ვინ მაძლევს გარანტიას და საწერია კანონში, რომ მე აი ამ საშიშროების წინაშე არ დავდგები. მე მაქვს ბლოგი, რომლის ფარგლებშიც 200-მდე საჯარო სკოლაში მცირე გამოკითხვა ჩავატარე და ჩემი ერთგვარი სტატისტიკა შევქმენი, სადაც პირველ პრობლემად არის დასახელებული საათების განაწილება. მე 2 სკოლაში მუშაობდი აქ, სადაც ახლა ვარ მანამდე და ჩემი ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც იმ სკოლაში პრობლემები იყო და იქედან გადავწყვეტე წამოსულიყავი, იყო ის, რომ საათების განაწილების დროს იყო ფაქტობრივად დირექტორის ავტორიტარული მართვა გამგებლობა, ვისაც თუ კარგად მოიქცეოდი და კარგი ჩემს ერთ-ერთ საჯარო პოსტში აღნიშნე, კარგი ცხარი იქნებოდი, უხეშად რომ ვთქვათ. მაშინ გექნებოდა სრული დატვირთვა, მაგალითად ბევრი საათი ხანდახან 3 დღეზე შეიძლება ცხრილი გაგიწყოს, კარგად განაწილებული ცხრილი, თუ არ იქნებოდი და დირექტორისადმი თავად განწყობილი იქნებოდი კრიტიკულად, მაშინ პირველი
გაკვეთილის პირველი წლის პირველი გაკვეთილი, მერე მეორე წლის 2 საათზე მეორე გაკვეთილი და ბოლოს 5 საათზე გექნებოდა ასეთი ცხრილი. ნუ ჯერ ხო ეს ფარგლებში და ყველა კანონდარღვევით ხორციელდება, არ არსებობს სკოლაში უკვე მექანიზმი ბოლო 5-6 წელი და საკმაოდ დიდი ხანია მოშლილია და დემოკრატიულობანაც თამაშობთ ვამბობ და მეორე არის ის რომ ახლა დირექტორს დამატებით ბერკეტს აძლევ რომ ისედაც ძალადობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების უმრავლესობა რომლებიც ხარისხითაც კვალიფიკაციით და ყველაფრით აკმაყოფილებენ თავიანთ პრინციპებს რომ კონდეთ სრული დატვირთვა თანაბრად გაანაწილონ საათები თუ არის 3 ქართულის მასწავლებელი ყველას მისცენ თანაბრად არა ეს ასე არ ხდება და ასეთი სკოლების 70% ასახელებს პირველ პრობლემად ამათ. მეორე საკითხი, ხელფასების გაზრდა. როდის იზრდება ხელფასები? გასაგები. ეხა იანვარში იზრდება სასაცილო და 110%-ით და ეგ არის ალბათ მაგას ამბობდნენ, ალბათ 2060 წლისთვის. ალბათ ეგ იქნება მათი სურვილი და мотиваცია რომ გაიზრდება პრინციპია და ფაქტობრივად ამ იდეაზე უნდათ რომ დააყრდნო რომ აი გაგეზრდებათ და ეს არსად არ წერია არც ერთ დაპირებაში ფაქტობრივად რომ ჯერ ის 500 ლარიანი მატებაც რის ხარჯებს გაზარდეს ეგ ხო აბსურდი იყო მენტორი მასწავლებლები რომლებმაც 10 წელი მინიმუმ იშრომეს სკოლისთვის და თავისი პროფესიული განვითარებით გაუუქმეს ყველაფერი ეს წარმოიდგინეთ ესეთ რაღაცა რომ დოქტორის ხარისხი მოგენიჭოს რა ვიცი მიაღწიო მაღალ თანამდებობას და გითხრა რომ ყველაფერი არ არის შენი ფასი ეგ ტყუილი იყო. მესამე არის მე სხვა შორის 2 კვირა თითქმის ეს კანონი მიიღეს თუ მეტი არა და მშობლები ვერ იგებენ რა ხდება. ანუ მე პირდაპირ ვეუბნები ყველას ამ კანონზე თუ არ ისაუბრებენ ყოველ დღე და კაფიოდ არ განუმარტავენ რა ხდება და რა შედეგი დადგება, მივიღებთ უბრალოდ სახელმწიფოს იდეის დაკარგვას. ჩვენ დაკარგული გვაქვს ისედაც პრაქტიკულად იდეა პოლიტიკური სივრცე აღარ არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ახლა მივდივართ ზუსტად იმაზე, რასაც ალბათ დღეს ილიას დაბადების დღეა და ძალიან ნიშანდობლივი უცნაური დამთხევა ამ შემთხვევაში, რომ ილია ზუსტად განათლების იდეით, კალმით ცდილობდა გაეღვიძებინა ხალხში ის, რაც ფაქტობრივად დღეს დაკარგული გვაქვს. ჩვენ დღეს დაკარგული გვაქვს ეროვნულობის განცდა, სახელმწიფოებრიობის განცდა, ილიამ შექმნა ეროვნული ხედვა, ის არის იდენტობის, ქართველობის ჩამოყალიბებელი და რა გააკეთეს თქვენც კარგად იცით და სადამდე მიიყვანეს თუნდაც ესეთი ჩუმი არა ესეთი პოლიტიკური ქმედებები ვითომ რომელიც პირდაპირ დაბალ სოციალურ ფენას ეხებოდა საბანკო სივრცე შექმნა აი თითქმის ის რეფორმები ყველაფერი იყო ამისკენ მიმართული და დღეს მივდივარ ზუსტად აქამდე რომ თავისუფლების იდეა იკარგება რანუ და კიდევ ერთი შემოგდებული თემა რაც ახლა უნდა და ეს ყველაფერი იქეთკენ მიდის რომ ჩვენ უნდა გავხდეთ სრულად უფუნქციო უმიზნო უალტერნატივა არსად არ გვინდოდეს გახვედა რაღაცა ნეიტრალობის იდეით ფუთავენ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში ჩვენ მივალთ იქამდე რომ გავხდებით რა ვიცი არც მეტი არც ნაკლები არ ჩამოვარდებით უკვე ყველა სტატისტიკით ტოტალიტარული დიქტატორული ქვეყნების მართვის ხასიათს მე აუცილებლად მინდა შემდეგ დავსვა ეს შეკითხვა აი რამდენად შეუწყობს ეს ხელს საჯარო სკოლების დაცლას პროფესიონალი მასწავლებლებისგან რამდენად მისაღები იქნება ურთიერთობის ეს ფორმატ თუნდაც დირექტორთან ან ზოგადად იცით რა არის იმათთვის ალბათ ხელი შეწყობა პირიქით ალბათ კარგიც იქნება იმიტომ რომ მაგალითად 2020 წელს საარჩევნო რეფორმა ღარიბაშვილის ერთ-ერთი იყო ერთკრედიტიანი მასწავლებლების რომლებმაც საკუთარ საგანში აიღეს 9 ქულა დაახლოებით და ვერ გადალახეს თავის კომპეტენცია ვერ დაადასტურეს მათ მისცა დაახლოებით 2000-მდე მასწავლებელი დღეს ყავს ერთკრედიტიანი რომელმაც საკუთარი საგანი არ იცის და ასწავლის მე ამას ემატება მასწავლებელი რომელიც პრაქტიკოსი იყო და 2 წელი ვერ აბარებდა საკუთარ საგანს და ამათაც აჩუქეს სტატუსები, ნუ რაც არის ის სტატუსები, უფროსი სტატუსები. ხელფასი გაეზარდათ. ნუ ამათგან გამოვრიცხოთ, რომ ესენი რამე სიტყვიან. გამოვრიცხოთ იმ მასწავლებლებისგანაც რაიმეს თქმა, რომლებიც მასწავლებლის იდეა რა არის, ყოველდღიურობა შევეხოთ დღეს. მასწავლებელი არის ოჯახში ბანკის ვალის გადამფარავი, შვილიშვილებისთვის რაღაცა სარჩო საბადებლის მიმტანი მასწავლებელს თუ უნდა ოჯახის წევრს რაიმეს ყიდვა გამოუტანს განვადებით და აიკიდებს 15 წლიან სესხს.
ეს არის მასწავლებლის დღევანდელი ტიპური სახე. ეხლა ამ მასწავლებელს ეუბნები, რომ ხელი შეავსე ისეთი რაღაც, რომელიც შენ გიზღუდავს კიდე დამატებით შემოსავლის მიღებას, ჯერ ერთი ხო ეს აბსურდია ასეთ მასწავლებელს რომ ამას ეუბნები და მეორე, თუ არ მომეწონები, რაღაც მომენტში შენ ამის უფლებაც აღარ გექნება და ის ბანკის ვალი როგორც გინდა ისე გადაიხადე. ცოტა პარადოქსია ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ამისკენ მივდივართ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ამას თუ ვერ ხვდებით, რა ვიცი. ნინო, 3 წერტილი. 3 წერტილი, რომელსაც გავშიფრავთ, ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი სწორედ აი ამ გეგმით. თანასწორობის საკითხი, ისედაც უთანასწორო საზოგადოებაში ეს რამდენად გააღვივებს ამ უთანასწორობას, კიდე უფრო მეტად, რაც აისახება ჩვენს მომავალ. პირველ რიგში ფიქრობ, რომ ყველა შეეხება ეს და ეს არის მიმართული საშუალო და დაბალი ფენის საზოგადოებრივი, ანუ თავისუფალი იდეის მოშლისკენ, რაც გაქრება მთლიანად. მოსწავლეები უბრალოდ 11 წლიანი სწავლების პირობებში ჯერ მოუწევთ დამატებითი 1 წელი სწავლება, თუ რაიმე სამომავლო გეგმები აქვს, ცოტა ხარისხიან განათლებას რომ შეეხონ და ევროპაში განაგრძონ სწავლა, ეს მოიხსნებათ ფაქტობრივად და შანსი დაეკარგებათ. აუცილებლად მოხდება მასწავლებლების, ისედაც გაჩუმებელი მასწავლებლების კიდევ უფრო გაჩუმება. და ფაქტობრივად მთელი ცხოვრების განმავლობაში იქნებიან უხმო მასწავლებლები. მოსწავლეებს ვერ მივცემთ ჩვენ პირადად მაგალითს, რომ რა არის თავისუფლება, რა არის კრიტიკული აზრი და გამოხატვის თავისუფლება და ფაქტობრივად ეს მთლიანად მოიშლება და ჩვენ სასაცილო არის ის, რომ 10+2-ზე წინა წელს შეხვედრები გქონდა და ამ სისტემაზე მთელი ზარზეიმით აღნიშნეს რა მაგარია და რა კარგია და ეხა თურმე ცუდი ყოფილა. თავისივე ნაბიჯებს ეწინააღმდეგებიან და ფაქტობრივად ჩვენ მთლიანად ვშლით სისტემას. მოდი ვთქვათ, ვშლით სისტემას და ვმარხავთ და ვქმნით ახალ ავტორიტარულ რეჟიმს. სკოლებშიც, უნივერსიტეტებშიც და ყველა მიმართულებით ეს არის მათი ძირითადი იდეა. ერთს დავამატებ 15 ნოემბერს, ვინც აი ამ ყველაფრის შედეგად გაიაზრეთ კიდევ ერთხელ რა არის თავარი პრობლემა და სად ურტყავს ეს კანონი, გამობრძანდით ვასო აბაშიძის თეატრთან მასწავლებლების პროტესტი დაგეგმილია აქცია და ყველა მასწავლებელი ვინც ფიქრობთ რომ ეს კანონი თქვენ შეგეხება, თუ ვერ ფიქრობთ, ძალიან გთხოვთ კანონი კარგად წაიკითხეთ, თქვენც ვიცი რომ ზუსტად იცით რა არის თავარი მიზანი ამ ყველაფრის. გამობრძანდით 4 საათზე ვიკრიბებით და რა ვიცი, ეს უკვე თქვენზეა. ერთი დეტალია, თუ ამას შეგვეთ, მე ყველანაირ აპოკალიფტურ სცენარს ვარაუდობ, რომ ეს მოხდება და შედეგი იქნება ის, რომ გავქრებით როგორც სახელმწიფო. და იმედი მაქვს, რომ 15-იც იქნება სიმრავლე მასალა. იმედი მაქვს, თუმცა უნდა აღვნიშნო ფაქტად, რომ უკვე ერთ-ერთ ჩემი კოლეგას დაურეკეს, რაღაც ისეთ პოზიციაზე მუშაობს და სამწუხაროდ შეუწყდეს ხელშეკრულება და ეს ადამიანი დატოვეს სამსახურის გარშე, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ რაღაც აქციას ეთანხმება და მოდის ღიად გამოთქვა აზრი და რა ვიცი, ფაქტობრივად ამ ტიპის რეპრესიის ერთ-ერთი მსხვერპლი აგერ მეც წარმოვადგენ რეპრესირებულ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად მაგას ვითხოვდით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოფილიყო ხალხისთვის და ხალხის ხმა ყოფილიყო ყველაზე მთავარი და წამყვანი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ჩვენ პატარა სარეკლამო ჭრაზე გავალთ და დაბრუნდებით ისევ ეთერში.